ძვირფასოზე ციერო მამაო, ახლავე მოვდივარ შენთან, რადგან შენ ხარ სამყაროს მბრძანებელი და არავინ არის შენზე ძლიერი. შენ არა მხოლოდ მისმენ, შენ მოქმედებ და იმარჯვებ. ვიცი, რომ ზეცასა და დედამიწაზე ყველა ძალა მხოლოდ შენ გეკუთვნის. შენი სიტყვა აბსოლუტური ჭეშმარიტება და ჩემი ცხოვრების საბოლოო ავტორიტეტია. შენში ვპოულობ ძალას, დაცვას და სრულ უსაფრთხოებას. წამს, რომ როდესაც გთხოვ, შენი უზარმაზარი ძალა იწყებს მოქმედებას ჩემს ცხოვრებაში და ანადგურებს ყველაფერს, რაც შენგან არ არის. შენ ხარ ჩემი კლდე და ჩემი მხსნელი. მე არ ვეყრდნობი ჩემს საკუთარ ძალას, არამედ მხოლოდ შენს დიდ და უძლეველ ძალას. ქედს ვიხრი შენი სახელის წინაშე, რომელიც ყველა სახელზე მაღლა დგას და ყველა ბოროტებაზე ძლიერია. იესო ქრისტეს სახელით, რომელსაც აქვს მთელი ძალა და ავტორიტეტი, გთხოვ დახმარებას და დაცვას. გთხოვ, გაანადგურე ყველა ბოროტი გეგმა, რომელიც ჩემს ან ჩემი ოჯახის წინააღმდეგ არის ჩაფიქრებული. დაანგრიე ყველა ხაფანგი, რომელიც მტერმა სცადა ჩემს გზაზე დაგება. დაანგრიე ყველა კედელი, რომლის აშენებაც ბოროტებას სცადა ჩემსა და ჩემს საყვარელ ადამიანებს, ჩემსა და შენს კურთხევას შორის. დაამსხვრიე ჩემს წინააღმდეგ მიმართული ყოველი ტყუილი, ჯორი და ცილის წამება. შენი ჭეშმარიტება სძლევს ყოველგვარ მოტყუებას. გააუქმე ჩემს სახლში ყოველგვარი დაპირისპირების, რისხვისა და განხეთქილების სული. დაე, შენი მშვიდობა და ჰარმონია სუფევდეს ჩემს სახლში. გაანადგურე სიღარიბისა და დანაკარგისკენ მიმართული ყოველი გეგმა. დამლოცე მე და ჩემი ოჯახი. განდევნე შიშის სული, რომელიც ცდილობს ჩემს პარალიზებას. განკურნე სასოწარკვეთა და ჩამინერგე სიხარული და იმედი გულში. გააუქმე ყველა ავადმყოფობა, რომელიც ცდილობს ჩემს სხეულს დაესხას თავს. მიეცი საშუალება შენ სამკურნალო ძალას იდინოს ჩემში. დაე, ყოველი ბოროტი გეგმა, რომელიც ჩემი წარუმატებლობისთვის იყო განკუთვნილი, წარმატებად იქცეს, რადგან შენ ჩემთან ხარ. დაე, შენი ძალის ცეცხლმა დაწვას ყველა წყევლა, ყველა ნეგატიური სიტყვა ჩემს წინააღმდეგ და ყველა ბოროტი განზრახვა. სიკეთე და აქციე ყველაფერი, რაც მტერმა ბოროტებისთვის შექმნა. არც ერთი იარაღი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის შექმნილი, არ იქნება წარმატებული. შენი ძალა მტრის ყველა გეგმას უძლური და ამაო გახდის. მამაო, გთხოვ, რომ შენმა მფარველობამ ახლავე შემომფაროს, როგორც ძლიერი, გაუვალი ფარი. დამიფარე მე და ჩემი საყვარელი ადამიანები შენი ფრთებით. შემავსე სიბრძნით, რათა ნათლად დავინახო მტრის ხაფანგები და თავი ავარიდო მათ. შემავსე გამბედაობით, რათა არ დავიმალო პრობლემებს, არამედ შევხვდე მათ, შენს ძალაზე დაყრდნობით. ვიცვამ შენ სულიერ ჯავშანს, როგორც შენი სიტყვა ამბობს, ჭეშმარიტების სარტყელს, სიმართლის ჯავშანს, მშვიდობის ჩექმებს, რწმენის ფარს, რომლითაც ჩავაქრობ მტრის ყველა ცეცხლოვანი სარს, ხსნის მუზარადს და სულის მახვილს შენს სიტყვას. მე სრულიად დაცული ვარ. შენმა მშვიდობამ, რომელიც ყოველგვარ გაგებას აღემატებათ, დაიცვას ჩემი გული და ჩემი ფიქრები. ვაცხადებ შენს ნათელს იქ, სადაც სიბნელე იყო, შენს სიხარულს იქ, სადაც მწუხარება იყო და შენს გამარჯვებას იქ, სადაც დამარცხება იყო დაგეგმილი. გმადლობ, უფალო, რომ შეისმინე ჩემი ლოცვა. ვიცი, რომ ახლაც კი, როცა ვლოცულობ, შენ უკვე მოქმედებ. შენ გაანადგურე ბოროტი გეგმები და კურთხევად აქციე ისინი. გმადლობ გამარჯვებისთვის, რომელიც უკვე ჩემია იესო ქრისტეს სახელით. ამინ.